ავდექი და ფეხები ტაფაზე დავაწყე გასაშრობად. მხოლოდ ახლა გავიგე რომ დამწვია. შიმშილი კი შიმშილად დამრჩა. და საწყალი პინოქიო ისე ადედა დაზლუქონდა რომ მის ხმას 5 კილომეტრზე გაიგონებდით. ჯეპეტომ რომელმაც მთელი ამბოთვიდან მხოლოდ ის გაიგო რომ ხის კაცუნა შიმშილით კვდებოდა, ჯიბიდან 3 მსხალი ამოიღო და პინოქიოს გაუწოდა. ეს 3 მსხალი, უთხრა მან, ჩემი საუზმეა, მაგრამ სიხარულით გაძლევ. ჭამე, შეგერგოს. თუ გინდათ რომ შევჭამ, გავითალეთ გეთაყვა. გაგითალო? იკითხა გაოცებულმა ჯეპეტომ. მე არ მეგონა, ჩემო ბიჭუნა თუ ასეთი განაზებული და წუნია იყავი. ეს არ არის კარგი. ამ ქვეყნად ყველაფერს ბავშვობიდანვე უნდა მიეჩვიო. ვინ იცის, რა არ შეგვხდება კაცს. დაუშვათ, თქვენ მართალს ამბობთ, შეეპასუხა პინოქიო. მაგრამ გაუცვლელ ხილს არ შევჭამ. კანს ვერ მოვინელებ. კეთილმა ჯეპეტომ ჯაყვა ამოიღო. ჭეშმარიტად ღვთაებრივი მოთმინებით 3 მსხალი გაუთავა პინოქიოს და ნათალი მაგიდის კიდეზე დააწყო. პინოქიომ ერთი მსხალი თვალის აღმხარებაში შესანსლა. ის იყო მსხლის გული უნდა გადაიგდო, რომ ჯეპეტომ შეაჩერა. არ გადააგდო. ამ ქვეყნად ყველაფერი გამოსადეგია. ნუ თუ თქვენ გიქრობთ რომ მსხლის გულს შევჭამ, გესმიანად წარმოთქვა ხის კაცუნა. ვინ იცის, რა არ ხდება ამ ქვეყნად? შეეპასუხა ჯეპეტო აუხელებლად. ასე იყო თუ ისე, 3 მსხლის გული პანჯარაში კი არ გაფრენილა, ნათალთან ერთად მაგიდის კიდეზე ეწყო. პინოქიომ შეჭამა უბრალოდ შესანსლა 3 მსხალი და მერე ტკბილად დაამტკნარა. კიდევ მშია. თქვა, ჩემო ბიჭუნა, ხომ იცი, მეტი არაფერი გვაქვს. სულ არაფერი? ჩემო ბიჭუნა, ხომ იცი, მეტი არაფერი გვაქვს. სულ არაფერი? მარტო ეს მსხლის კანი და გული გადარჩა. რა უშავს? თქვა პინოქიომ. სულ არაფერი? მარტო ეს მსხლის კანი და გული გადარჩა. რა უშავს? თქვა პინოქიომ. თუ მეტი არაფერია, მაგასაც სიამოვნებით ჩემ.